პროცესია. თქვენც ახსენეთ ეგრეთ წოდებული აი ამ ზილების საქმეზე მართლა მოსასმენათაც მძიმე იყო, როდესაც მამა ყვება რომ შვილის გაუპატიურებით, ბავშვის გაუპატიურებით ემუქრებიან, ნებისმიერ მშობელს ურჩევნია ალბათ რომ თვითონ მოკლან, ვიდრე ეს მოისკინოს, ხო? უმცირესია. იმავე მამამ თქვა რომ მისი ვაჟი დააპატიმრეს, როცა ის იყო გლდანის ციხეში და ისეთ საკანში მოათავსეს და იმ დროს დატოვეს საკანში მარტო, რომ საკნის ფანჯარა უყურებდა ზუსტად იმ ადგილს, სადაც მისი ვაჟი შემოიყვანეს და მის თვალწინ აწამეს. ასევე ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ლევან ტერაშვილის ახსნა-განმარტება, რომელიც არანაკლებ შემზარავი იყო, რომელიც გლდანის ციხეში ეგრეთ წოდებულ ფუქსში ამყოფეს. ეს გახლავთ საკანი, რომელიც სიგანეში 70 სანტიმეტრია და სიგრძეში მეტრი და რაღაც, როგორც თვითონ გაზომანაბიჯებით გავზომეო თქვა, სადაც რეალურად მხოლოდ ფეხზე დგომა შეგიძლია. ასევე ამ საკანს არ აქვს გაუმჭვირვალე კარი და შენს თვალწინ აწამებენ, თურმე იქ აწამებდნენ პატიმრებს და მას უწევდა 15 დღე-ღამის განმავლობაში ამის ყურება და რეალურად მანაც წამება გამოიარა. ეს ყველაფერი არსებობს იმ ადამიანებს მიმართ, ვისაც ოკუპირებული აქვს 9 აპრილის მემორიალი დღეს მთელი დღე, ეს ყველაფერი არსებობს, რაც არ უნდა მოხდეს, ეს ვერ წაიშლება. იმიტომ რომ თქვენ თუ გახსოვთ 2012 წლიდან დღემდე ჩვენი უცხოელი დაუძინარი მეგობრები რომ დავარქვით, მეც ვარ ამის მოწმე პირადად, მონაყოლით არ ვიცი, მუდმივად იყო შენიშვნები, რომ დაანებეთ ამ 9 წელს თავი. გასაგებია ყველაფერი და თითქოს გვიტარებდნენ ფსიქოთერაპიას, რომ ერს დაავიწყდეს ის, რაც არ უნდა დაავიწყდეს. და როდესაც ჩვენ ხმას ავიმაღლებდით, მათ შორის მეც არ მოგწონდა ეს, შემდეგ მიდიოდა ხოლმე არ გამოიძიოთო ხალხი ამას გეუბნებოდნენ. ანუ გამოძიებაზეც, აი პროკურატურაზეც, ყოველს ხშირ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა, აი თუნდაც ქონების ჩამორთმევაზე. ხშირ შემთხვევაში რაღაც ნაწილში ვერ აღდგა, იმიტომ რომ 9-ჯერ არის გადაყიდული ეს ჩამორთმეული ქონები. სამართლიანობის აღდგენის ნაწილშიც იყო სერიოზული ხელშეშლა, მაგრამ ამავდროულად უფრო ფართო სურათიც რომ დავინახოთ ინდივიდუალური საქმეების მიღმაც პოლიტიკურ ველზე იყო ასეთი მდგომარეობა, რომ როგორც კი შენ ისევ ახსენებდი 9 წელს, ისევ ვიტყოდი რომ ეს ცუდი იყო, მაშინვე იღებდი შენიშვნას პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის. აქ მყოფი უცხოელი მეგობრებისგან, ან შორსმყოფი უცხოელი მეგობრებისგან, რომლებიც გეუბნებოდნენ, რომ ნუ გასაგებია ეს დავანებოთ და იყურეთ წინ, ვითომ ახლა იმან ჩემზე უკეთ იცის წინ ვიყურო თუ უკან ჩემს ქვეყანაში. მაგრამ იყო ხოლმე ასეთი რამეც, რომ მით უმეტეს სანამ კოალიცია ვიყავით ქართული ოცნების, რომ თვითონ უცხოელებს ჰქონდათ დაყოფილი და აქ მყოფელჩებს რამდენიმე კატეგორიად ქართული ოცნების კოალიციის პოლიტიკოსები. ხოლმე ყველა კატეგორიას არ ჩამოვთვლი, მაგრამ მე რომელ კატეგორიაში შევდიოდი, იმის შემიძლია ვთქვა, ეს იყო ხისტების კატეგორია და მუდმივად მიდიოდა რომ აი ხისტები როგორღაც ჩამოვიშოროთ არ გვინდა ხისტები ხისტები ჩამოვიშოროთ იყო ასეთი მიმართულებაც, მაგრამ მე არ ვიყავი მარტო ხისტი, რა თქმა უნდა ხისტების კატეგორიაში რამდენიმე ესეთი მოურჯულებელი ვიყავით და მუდმივად მიდიოდა ჩვენი ეგრეთ წოდებული მორჯულების ოპერაციები. რატომ? იმიტომ რომ ეს 9 წელი უნდა ყოფილიყო დავიწყებული. რომ არა და ეს ხშირად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ როგორც ესე ვთქვათ, ბოროტ ძალებს, როგორც კი უხსენებ ხოლმე გაკეთებულ საქმეებს, მაშინვე ემართებათ ჰისტერია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პრინციპულობა და პოლიტიკური ალღო და დიპლომატიური, ასე ვთქვათ, მოქნილობა, რასაც ის იჩენდა ხოლმე, ვერც ქართული ოცნება მოვიდოდა დღემდე და ალბათ ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ ერთი სამოქალაქო ომი გადატანილი გვექნებოდა. ამიტომაც მოგვიწია რაღაცეებზე უკან დახევა, მოგვიწია ხანდახან ლავირება და ასე შემდეგ.
და ძლივს მოვედით სტაბილურად და მშვიდობიანად დღემდე. დღეს ეს კომისია შექმნილია, ბევრი იძახის, რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსა და ეს ნამდვილადაც ასეა და იმედი მაქვს, რომ ყველა რა თქმა უნდა მას ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს, მაგრამ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, ვინც უკვე შეგნებულ ასაკშია, ვინც მალე ოჯახი უნდა შექმნას, ახალი თაობა გააჩინოს და აღზარდოს, ცალი თვალით მაინც მიადევნებს თვალს ამ კომისიას და იტყვის, რომ ეს არ არის ის, რაც მე მინდა, რომ იყოს ისევ. აი ეს არის ამ კომისიის მიზანი. ეს არნიშნავს ავტომატურად, რომ იმეს ამ კომისიის გამო ქართული ოცნება შევუყვარდეთ, ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ ეს უმძიმესი ტვირთი თავის თავზე აიღო. არავისთვის არ არის ამის კეთება ყოველდღიური კომფორტი, მერწმუნეთ, მაგრამ ეს გასაკეთებელი საქმეა. გასაკეთებელია ის, რომ ჩვენ კომისიის წევრები, რომელთაგან თითოეულს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მრავალი საათის მანძილზე ვისმენთ სვამთ კითხვებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაცნობთ, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იცის 2003 წლის ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორი სახელმწიფო ტერორი დაამყარა სააკაშვილმა 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანაში.